მოგესალმებით საქმიანი დილის რუბრიკაში ბიზნესსა და ევროკავშირზე საუბრები, რომელიც შვედეთის მხარდაჭერით BMG-სთან პარტნიორობით მიმდინარეობს. დღეს აღნიშნულ რუბრიკას მე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს სელის უფროსი მენეჯერი პროექტებისა და ფონდების მოძიების მიმართულებით ბაგო კვარაცხელია წავიწყებ. როგორც ცნობილია, ევროპის შიდა ბაზარი, ასევე ცნობილი როგორც ერთიანი ბაზარი, ხალხსა და ბიზნესს აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების და ვაჭრობის საშუალებას. ხოლო ერთიანი ბაზრის ქვაკუთხედია საქონლის მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილება. ცნობილი როგორც 4 თავისუფლება, რომელიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განმტკიცებული. დღეს ვისაუბრებთ ამ 4-დან ერთ-ერთზე საქონლის გადაადგილებაზე, რომელიც საინტერესოა ქართული ბიზნესისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ევროკავშირის ბაზართან დაახლოებისთვის. ამასთან ტვირთების მდგრადი ტრანსპორტირება მნიშვნელოვანია ნახშირბადის ემისიების შემცირებისთვის, აერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანისთვის, რაც ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციებით არის უზრუნველყოფილი. დღეს ვისაუბრებთ ქართულ სატრანსპორტო გადაზიდვების კომპანიების საქმიანობაზე, ევროკავშირთან მათ გადაზიდვებზე, მდგრადობის ჭრილში მოთხოვნებზე და ზოგად მდგომარეობაზე. ყოველი აღნიშნულზე სასაუბროდ ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ლიკა უსეინაშვილი, არამექს ჯორჯიას გენერალური დირექტორი და ნათია ბითაძე Space Cargo-ს კომუნიკაციების მენეჯერი. დავიწყებთ პირველი შეკითხვით. ზოგადად თქვენი კომპანია, თქვენთან გვექნება პირველი შეკითხვა და იგივე შეკითხვას თქვენს დაგისვამთ. თქვენი კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს ევროკავშირის ქვეყნებთან, როგორც ვიცით, ზოგადად რა ტენდენციებია ბოლო პერიოდში საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებს შორის გადაზიდვების მიმართულებით და რა სახის გადაზიდვებია ეს, რომ გითხრათ? კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმები საქმიანი დილის მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებ იმით, რომ Space Cargo-ს 12 წლიანი გამოცდილება აქვს გადაზიდვებში. ვახორციელებთ მსოფლიო მასშტაბით როგორც საცალო, ისე მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას. ვართ Fly Dubai-ის, Gulf-ის ავიახაზების და Indigo-ს გენერალური გაყიდვების აგენტები და ასევე Turkish Airlines-ის და Lufthansa-ს გაყიდვების აგენტები. ჩვენ წარმოდგენილები ვართ 7 ქვეყანაში, როგორიც არის საბერძნეთი, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, დუბაი, ჰონკონგი, გვაქვს იქ საწყობები, ვახორციელებთ ამ საცალო მიმართულებას, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებით ვოპერირებთ მსოფლიოს მასშტაბით, როგორც აღვნიშნე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვახორციელებთ იმპორტსა და ექსპორტს. ჩვენი პროდუქციის ჩამონათვალი საკმაოდ ფართი არის. ვახორციელებთ ესეთი პროდუქტის ტრანსპორტირებას, როგორიც არის მალფუჭებადი ტვირთები, ზოგადად ელექტრონული კომერცია, მედიკამენტები, ბიოლოგიური სუბსტანციები და ასე შემდეგ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ და არამექს გვაქვს მრავალწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა და მიხარია, რომ დღეს ეთერს ვიზიარებთ და ვსაუბრობთ საერთო თემებზე. ორი სიტყვით მინდა გავამახვილო ყურადღება ისეთ ორგანიზაციებზე, როგორც არის WCA, ეს არის ლოჯისტიკური კომპანიების დიდი გაერთიანება და ამის წევრებიც ვარ და სიამოყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ IPATA-ს წევრი, რომელიც არის ცხოველების ტრანსპორტირების მსოფლიო ასოციაცია. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ევროპაში, ევროკავშირის ქვეყნებში საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებს, როგორიც არის მაგალითად ცოცხალი ცხოველები და ფრინველები, ასევე მალფუჭებადი ტვირთები, შავი მოცვი, იგივე სატაცური და ასე შემდეგ. ქართული ღვინო. დიდია თუ არა ეს წილი ევროკავშირის ქვეყნებთან გადაზიდვების? იცით რა, მზარდი არის უფრო ასე ვიტყოდი, მანუ უფრო მეტად სტაბილურობა არის დღევანდელ ბაზარზე, თუმცა არის მზარდი და მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება. ტენდენციებს რაც შეეხება, მოთხოვნა, როგორც უკვე აღვნიშნე, არის და იზრდება და ჩვენ როგორც ქართული კომპანია მხარს ვუჭერთ ქართულ მეწარმეებს და გვინდა რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიდანონ პროდუქცია და მხარი დავუჭიროთ ექსპორტში. რაც მისასალმებელია. ეკა თქვენთან გადმოვალ იგივე კითხვით, რას მოკლედ რომ მოგვახსენოთ, რას აკეთებს თქვენი კომპანია და რამდენად დიდია წილი ევროკავშირთან გადაზიდვების, როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს და რა სახის პროდუქციაზეა საუბარი, რა სახის გადაზიდვებზე? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, მადლობა დაინტერესებისთვის. ჩვენი კომპანია არის უმსხვილესი ლოჯისტიკური საფოსტო სატვირთო გადამზიდი კომპანია 53 წლიანი ისტორიით მსოფლიო ბაზარზე. ვართ წარმოდგენილი 77 ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობით, მათ შორის საქართველოშიც გვაქვს ოფიციალური წარმომადგენლობა უკვე მე-12 წელია.
ჩვენი სერვისების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და ფართოა. ეს არის საფოსტო გადაზიდვები, საკუთარი საფოსტო ქსელით, როგორც ეკონომია, ასევე ექსპრეს პოსტა, ელექტრონული კომერცია, ლოჯისტიკა და საწყობები. ასევე სატვირთო გადაზიდვები, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გადაზიდვები. რა თქმა უნდა, ვოპერირებთ თემ სოფლიოში, შეუზღუდავად და რადგან თქვენი კითხვა ძირითადად ევროკავშირს ეხება, ევროკავშირში გარდა ოფიციალური წარმომადგენლობისა ყავს სხვადასხვა პარტნიორული ორგანიზაციები და ვფარავთ მთელი ევროკავშირის ქვეყნებს. ძირითადად ვახორციელებთ იგივე სერვისებს, საფოსტო, სატვირთო გადაზიდვებს. ევროკავშირთან მიმართებით მინდა გამოვყო ექსპორტის მიმართულება, რომლის სტიმულირებასაც მაქსიმალურად ვცდილობთ და არა მარტო სატვირთო გადაზიდვების კუთხით, ყველანაირად ვცდილობთ ქართველ მეწარმეებს შეუწყოთ ხელი ამ მიმართულებით. გამოვყოფთ ღვინის მიმართულებას, რა თქმა უნდა, და ამ მიმართულებით საკმაოდ მზარდია ქართული ღვინის პოზიციები. ჩვენ ვახორციელებთ ყველანაირი ტვირთის ტრანსპორტირებას და ამ ჭრილში უნდა გამოვყო ის გამოფენები თუ კონკურსები, სადაც საქართველო იღებს მონაწილეობას და სადაც სიამაყით მინდა ვთქვა, რომ არამექსი ახორციელებთ სრულ ლოჯისტიკურ ციკლს და ქართული პროდუქცია, მათ შორის ღვინო სათანადოდ წარდგება ხოლმე ევროპელი მომხმარებლის წინაშე. ასევე უნდა გამოვყო აუცილებლად ელექტრონულ კომერციასთან მიმართებაში ქართველი მეწარმე დიზაინერების მიზანსწრაფვა ევროპის ბაზარზე პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის ჩვენ შევქმნით ეკონომ პოსტა, როცა შედარებით უფრო დაბალი ღირებულების შიგთავსის პროდუქციას აქვს მომავალი, რომ გაიგზავნოს ევროპის მიმართულებით. ძალიან კარგია, რომ კომპანიებს ეხმარებით ამ ყველაფრის გაკეთებაში, იმიტომ რომ ხშირად არის კომპანია რაღაც ძალიან კარგ პროდუქციას აწარმოებს, მაგრამ არ იცის როგორ გაიტანოს ევროკავშირის ბაზარზე და გადაზიდვები ამის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბატონო, არა მარტო გადაზიდვების კუთხით, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სხვადასხვა საქმიანი ვორქშოპების ჩატარებას, სადაც ინფორმირებას ვახდენთ ჩვენი მომავალი მომხმარებლების, თუ როგორ მოამზადონ საექსპორტო პროდუქცია, რა გამოწვევების წინაშე იქნებიან, არა მარტო ლოჯისტიკური კუთხით, არამედ საბაჟო მიმართულებით და სხვა ხარისხის სტანდარტებთან მიმართებით. ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია კომპანიებთან მუშაობს გრადი განვითარების მიმართულებით, სატრანსპორტო გადაზიდვები არის ის სფერო, რომლის გრადობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირს რა მოთხოვნები აქვს ნათია თქვენთან გრადობის მიმართულებით და როგორ ნერგავთ ამ სტანდარტებს მოთხოვნებს თქვენთან მოკლედ მოგკითხოთ შეიძლება. კი ბატონო, კორპორატიულ ტვირთებთან ერთად როგორც ვახსენე, საცალო მიმართულებასაც ვახორციელებთ მრავალი ქვეყნიდან. ერთ-ერთი არის ასევე ევროპული ქვეყნები და ჩვენთვის საინტერესო არის ევროპული ბაზარი, რა თქმა უნდა, მაგალითად საბერძნეთში e-commerce არის ძალიან პოპულარული და ჩვენ ჩამოგვაქვს ტვირთები საქართველოში. და ძალიან გამარტივებული პროცესი არის ეს ჩვენთან და შესაძლებელია კიდევ უფრო გამარტივდეს. რასაც ვერ ვიტყვით საქართველოდან ევროპის მიმართულებით ამანათების გაგზავნაზე, საკმაოდ ბევრია, მაგალითად რო გავუშვათ საკვები პროდუქტი, გჭირდება ბევრი ლიცენზია, დოკუმენტაცია, იგივე ცოცხალი შინაური ცხოველის გადაყვანის დროს. ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნები რაც აი როგორ ასრულებს აი გრადობის მიმართულებით აი გარემოს დაცვაზე ზრუნვა, გამონაბოლქვი ემისიები. მოგახსენებთ ამაზეც, აი ტენდენციებზე მინდა დავასრულოთ შეიძლება. იცით როგორ არის, ანუ გრადობის მიხედვით თანხwebdriver, როგორც ასეთი იგივე სტანდარტებისა და ბიუროკრატიული პროცესებიდან გამომდინარე, ჩვენი სურვილისა და მოლოდინების მიუხედავად არის ნაკლები. ამიტომ ჩვენ გვაქვს мотиваცია, რომ იგივე გალფის ყურის ქვეყნებიდან ვახორციელოთ ელექტრონული კომერცია, ბაჰრეინი, დუბაი და ასე შემდეგ. და ეს უფრო მარტივი ბიზნესის კეთებაში გვიწყობს ხელს, თუმცა რა თქმა უნდა სურვილი გვაქვს, რომ არსებული გზა გამოვიყენოთ და გვაქვს მოლოდინები
მოდინი, რომ რაღაც უფრო მეტად გამარტივდება და ჩვენც ვითანამშრომლებთ ამ კუთხით. რაც შეეხება გარემოს დაცვას, რაც თქვენ ახსენეთ, ალბათ გულისხმობთ გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპს, რომელიც არის ერთ-ერთი ხაზგასმული. Space Cargo მუდმივად ზრუნავს გარემოზე, მათ შორის ადამიანის უფლებებზე, თანამშრომლებისთვის ქმნის ძალიან ჯანსაღ და სასიამოვნო გარემოს მუშაობისთვის, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ და საყვარელ მომხმარებლების კმაყოფილებაზე აისახება. ძალიან კარგი. კიდევ გავაგრძელოთ თანამშრომლობა აუცილებლად. თქვენთანაც იგივე, აი ევროკავშირის მოთხოვნებთან, გადაზიდვებთან დაკავშირებით, რაც არის სტანდარტები, რომელიც არის რეგულაციები, რომელიც რაღაც დროს მოგვიწევს ჩვენც საქართველოს იმედია შეუერთებით და დაკმაყოფილება, რომ უფრო მდგრადად განხორციელდეს გადაზიდვა საქონლის ნებისმიერი სახის. კი ბატონო, მდგრადობის ეს ამ 10 პრინციპს რაც შეეხება მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს აქტიურად ვართ ჩართული თვითონ ჩვენს ეგრეთ წოდებულ დედა კომპანიას Aramex Global-ს საკმაოდ მაღალ ხარისხში აქვს ეს სტანდარტები აყვანილი. სხვადასხვა ISO სერტიფიკატებს ფლობს Aramex-ის ოფისები, მათ შორის საქართველოს ოფისი ფლობს შრომის უსაფრთხოების და ეკოლოგიის მიმართულებით ISO სტანდარტებს. შესაბამისად ამ სტანდარტის შესაბამის ყველანაირ ღონისძიებას ვახორციელებთ. გარდა მაგისა, ეგრეთ წოდებული შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დეპარტამენტი გვაქვს სათაო ოფისში, რომელიც სხვადასხვა მდგრადობის პროექტების შესრულებას გვავალდებულებს, როგორც ეკოლოგიის მიმართულებით, საქველმოქმედო მიმართულებით. ასევე ვცდილობთ და აუცილებლად უნდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთანაც თანხვედრაში ვართ, ცალკე ორგანიზაცია გვემსახურება და ყოველთვიურად შრომის ინსპექტორი ამოწმებს ჩვენს სამუშაო გარემოს, იწერება რეპორტინგი, გვაძლევს რეკომენდაციებს და თანამშრომლები, როგორც სახანძრო, ასევე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ყავს გადამზადებული, საჭიროების შემთხვევაში ისინი, ასე ვთქვათ, მოახდენენ რეაგირებას. გარდა მაგისა, თვითონ ჩვენ სისტემაშიც გვაქვს სხვადასხვა სახის ტრეინინგები, რომელიც მუდმივად ახდება, მუდმივად სავალდებულოა თანამშრომლებისთვის, რომ გავეცნოთ ამას და შევქმნათ ჯანსაღი და საიმედო სამუშაო გარემო. ბოლო კითხვას დაგისვამთ ორივეს ძალიან მოკლედ. ბოლო პერიოდში რა ტენდენციები გაიზარდა, შემცირდა გადაზიდვები ევროკავშირთან და რა პერსპექტივები არსებობს ევროკავშირის ბაზარზე ჩვენი გადამზიდავი კომპანიებისთვის? თქვენ ბაზარზე ბოლო წლებში სტაბილურობა არის უფრო ამ კუთხით. სეზონების მცირედ ზრდადობას თუ არ გავითვალისწინებთ სეზონებზე, მაგალითად ფესტივალებზე ქართული ღვინის გატანა, სეზონზე შავი მოცვისა და სატაცურის როგორც ვახსენე, ასევე ქართული წარმოების ნიმუშების ლაბორატორიაში გაგზავნა და ასე შემდეგ. ჩვენ როგორც ასევე აღნიშნა ექსპორტიორებს ვეხმარებით პროდუქციის გატანაში ევროკავშირში და გვეიმედება, რომ მეტად გაიზრდება მოთხოვნაც და პროცესებიც იმდენად გამარტივდება, რომ შევძლოთ პროდუქტის გატანა. დიზაინს ეს არის და გადავიდეთ შემდეგ ეს შეიძლება მოხდეთ. იგივე კითხვით თქვენთან ზოგადად რა ტენდენციებია ამ ჩვენი გადაზიდვების კომპანიების რამდენად ელოდებით ზრდას ან შემცირებას ევროკავშირთან? ევროკავშირის ბოლო პერიოდში სტაბილურობაა, თუმცა იმ პროდუქტებისთან მიმართებაში, რომელზეც საუბრის დასაწყისში ვისაუბრე, არის ზრდა შეინიშნება, საკმაოდ მკვეთრი და იმედია გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება ქართული მეწარმეების და ქართული პროდუქციის სასარგებლოდ. ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არა მარტო გადაზიდვების კუთხით და არა მარტო ევროკავშირის მიმართულებით, Aramex-ი ქართულ მეწარმეებს ეხმარება საკუთარი მარკეტინგული საშუალებების მათი პროდუქციის პოპულარიზაციაში და ეს კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯია და მეტად გვეამაყება, რომ ქართული პროდუქტი გამოჩნდება სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. დიდი მადლობა ორივეს, დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის და კომპანიების დახმარებისთვის და იმ საქმიანობისთვის, რაც აკეთებთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს წელის და თქვენი კომპანიების თანამშრომლობა გაგრძელდება და ერთობლივად უკეთეს საქართველოსთვის ერთად. მადლობა თქვენ.